ეხლა განვიხილოთ FCL booking order-ების შეყვანა როგორ ხდება სისტემაში. მთავარი მენიუდან ტრანზაქციები FCL booking order-ის რეესტრი. აქ ზედა პანელში ჩვეულებრივად მოცემული მაქვს ის ფილტრები, რომელთაც მე შემიძლია ეს რეესტრი გავფილტრო იმ განზომილებით, რომელიც ამ წელში მოცემული არის. პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე, დავამატოთ ახალი FCL booking order-ი. ველები, რომელსაც ეს ფორმა მთხოვს, არის შემდეგი. პირველი კომპანია და ამ კომპანიაში გულისხმობა თავადის კომპანია, რომელიც ფაქტობრივად ამ FCL booking order-ის მიმღები არის, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ან head office-ი ან რაღაცა სხვა ფილიალის შემთხვევა. თარიღი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიქცეთ today პირდაპირ ავკრიფოთ ან კალენდარით მოვძებნოთ ეს თარიღი. ბარეგან ვიტყვი რომ თუ კი შეუსებელი არის ეს ველი შემიძლია Ctrl 2 წერტილით პირდაპირ დღევანდელი დღე ჩავწერო, ეს უბრალოდ უფრო სწრაფი შეყვანისთვის იქნება. მიმართულება აქ უნდა ავიღო ესეთი მიმართულებები, ეს შეიძლება თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იყოს, მაგრამ იდეაში ზოგად ბიზნეს მიმართულებას ანუ ბიზნეს მიმართულება უფრო იგულისხმება, მაგალითად ეს არის იმპორტი ან ექსპორტი, ხო? სიტყვაზე იმპორტი ავიღოთ. გადამხდელი, ვინ არის გადამხდელი და ეს გადამხდელი უნდა მოვძებნოთ სიაში. ეს სიები მუშაობს ესეთნაირად, რომ თუ ამ სიაში მიჭირს მოძებნა და სია გრძელი არის, მე შემიძლია ესეთი ორმაგი დაწკაპუნებით ეს რეესტრი გავხსნა, ამ რეესტრში ვიპოვო მაგალითად ვეძებ, აი არის რომელიღაცა სიტყვაზე შიფროსო დინა რო ავიღოთ, ხო? მაგალითად მე რო ავიღო აქ დინა. Okay, აი ეს დინა მომიძებნა ამით. ანუ ესე უფრო გამარტივებული ძებნა არის. ადგილიდან სიტყვაზე ფოთი, პორტიდან მაგას ფოთი იქნება პორტამდე. რაღაც ადგილიდან მე ხამ შემთხვევაში შეუსებელი ველები მაქვს და შეიძლება კულტურა იყოს რაღაც. ტიპი უნდა ამერჩიო, კონტეინერი არის თუ გრუპაში, თქვენთან შეიძლება სხვა იყოს ყოველ შემთხვევისათვის. გამგზავნი ხელით ჩაიწერება ამ შემთხვევაში, ანუ აქ ყურადღება მისაქცევი ის არის, რომ გადამხდელი აიმოირჩევა C-დან, ხოლო გამგზავნი მისამართიდან მიმღები მისამართზე ეს შეივსება ფაქტობრივად ხელით როგორც ტექსტები და ამ FCL-ის დონეზე უნდა შეივსოს ვალუტაც. იდეაში ეს მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ bill of lading-ის ამობეჭდვის დროს ეს სასახავს პოვებს ამობეჭდულ დოკუმენტზე და ამდენად მნიშვნელოვანია, რომ აქვე გათვალისწინებული იქნას და სწორად იქნას მითითებული. ეს არის მომწოდებლის ვალუტა, ეს არის მიტანის პირობა. კონსამედების რაოდენობა. დოკუმენტების ნომერი, დოკუმენტაციის ნომერი და დეპარტამენტი, რომელი დეპარტამენტი ამას ავსებს. ამ შემთხვევაში სია რა მაქვს, პირობითად მიწერია დეპარტამენტ პირველ. თქვენ ხომ გაკეთებთ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს ვალუტა და ვალუტა მომწოდებელი რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან და მოხმარებებმა რო იცოდეს, რომ სულსაც როდის რომელი ვალუტა იხმაროს. ვალუტა არის რა ვალუტაშიც უთანხმებთ გადამხდელს ფას. მომწოდებლის ვალუტა არის რა ვალუტაში გვიდგენენ ჩვენ ხარჯს. განსხვავება ეს არის. მაგრამ თუ ხარჯის წამგენმა შეიძლება სხვა ვალუტაში წარმოადგინოს, მაშინ აქ რომელი ვალუტა ივსება? შეიძლება უბრალოდ სარიელი დავდოთ ეგრე. შეიძლება რომ სარიელი დავდოთ. შეიძლება სარიელი დავდოთ, კი. იდეაში ეს იყო LCL-ის შემთხვევაში ბევრი მომწოდებელი როცა არის. ანუ სტანდარტული ინსტრუქცია მომხმარებლისთვის ესე იქნება, რომ FCL-ის შემთხვევაში მომწოდებლის ვალუტა დატოვოს შეუსებელი. ოკეი? აი ბატონო, შევინახოთ მაშინ ეს ჩანაწერი. ეხლა username-ით არა ვარ შესული ერთ წამით. ამას გავასწორებ მე როგორც ჩემი user-ით არ იყო დაფიქსირებული, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უკვე ესე იგი გატარებული FCL-ი როგორ გამოიყურება, ჩვეულებრივად რედაქტირების საშუალებით შემიძლია გავხსნა რომელიღაცა სხვა ჩანაწერი და ეხლა მთავარი მომენტი ის არის, რომ FCL-ის როდესაც ჩვენ ეს ჩანაწერი გავაკეთეთ, ამით ჩვენ FCL-ის header-ი გავაკეთეთ, ამის მერე უნდა შევიდეთ FCL დეტალში და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი FCL booking order-ის დეტალები არის შესავსები.
ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება შევეცადო ავიღო ისეთი, რომელსაც აქვს FCL დეტალები, ნახო. ხო, აი მაგალითად აი ამას. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ამ FCL დეტალში, ანუ FCL ჩანაწერში შიგნით მოთავსებული არის რამდენიმე კონტეინერი. ამ შემთხვევაში, ესე იგი, ვარაუდობ, რომ 3 კონტეინერი იქნება და ესე იგი, ასახული არის ამ კონტეინერში აი ესეთი ველები. აი ესე რომ გამოვიტანოთ, ესე იგი, ფორმა, ესე იგი, booking order-ი, ანუ ამანიც რომ პირველი FCL booking order-ის ქვემოთ არის და ჩვენ ვამბობთ, რომ 20 ფიტიანი კონტეინერი გვინდა, შეკვეთის კონტეინერი ჯერ არა გვაქვს. ნათქვამი ანუ ესე იგი ჯერ რეალური კონტეინერი მიწებებული არ გვაქვს ამ booking order-ზე. ტვირთის დასახელება ვთქვით, ჩვეულებრივი ტექსტური ველი არის, წონა და წონის ერთეული უნდა ამერჩიოთ, მოცულობა უნდა ვთქვათ, მოცულობას რა ერთეულებში ვამბობთ? კუბური მეტრები ყოველთვის სტანდარტულად ესე უნდა იყოს. ფასის შეთანხმებით ეს ფასი მოცემული არის იმ ვალუტაში, რომელიც ჩვენ ზემოთ განვსაზღვრეთ header-ში. ჩვეულებრივად კომენტარი, გადამზიდავის ხარჯი, აი ეს EX1 ტიერთი. აი მე მგონი რომ ეს EX1-ების და ტიერთების ვალუტა იყო ის ზემოთ, რომ გადამხდელის ვალუტა რომ მოვიხსენებთ, იმიტომ რომ აქ უბრალოდ რიცხვები იწერება, ეს ნულებით სწორედ მაგას მიუთითებს. ჩვენ კიდე გვაქვს დამატებითი ტაბი, რომელსაც უფრო მეტი ინფორმაცია შეიძლება შევიდეს ამ შემთხვევაში, ამ კონტეინერთან დაკავშირებით. ეს არის სიგრძე, სიმაღლე, სიგრძე, სიმაღლე, ასანაცხოვრებელი წონა, დატვირთვის მეტრი, ტვირთვის ტიპი, რკინიგზის კოდი, შეფუთვის რაოდენობა, პალეტი 5 ჩანთან რა ტიპის შეფუთვის ტიპი და რაობა არის კი. აი და რაოდენობა მეგონი აი იქ წერება, აი ესეთი კომბინაცია, მაგრამ პალეტი 5 ცალი. 6 ცალი ესე უნდა ვთქვათ. მალფუჭებადი არის თუ არა? ტემპერატურული რეჟიმი, ეს ტექსტი იწერება, ხო, ტემპერატურული რეჟიმი. 25 გრადუსი. 25 გრადუსი მაგალითად. ცელსიუსი, ხო? შეიძლება ეს დავწეროთ. დაზღვევა უბრალოდ მონიშნა არის თუ არა? ჭირდება თუ არა? კლიენტი გვიკვეთავს თუ არა უბრალოდ ჩვენ. UN ეს არის გაეროს კოდი არის სახიფათო ტვირთისთვის. იმოკლასი, ამაში არის სახიფათო ტვირთისთვის. ესეც იმოკლასი არის, კლასის განსაზღვრელი არის. ETS data ეს არის, ესე იგი estimated time of start-ი, estimated time of arrival. შეუძლებლად დაიწერება, რომ მოლოდინის მომენტში ვიცოდეთ, როდის რას ველოდებით. ეს ამდენად აუცილებელია, რომ თითოეულ კონტეინერზე იყოს. მენეჯერისთვის არის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების ხრივში. ანუ სტანდარტული ინსტრუქცია მომხმარებლისთვის ეგ იქნება, რომ შევსებული ჩაწეროს. ეგ შენებში ჩაწეროს დაუშვათ. ეგ შეიძლება ის უფრო მნიშვნელოვანი გასაგებია. დოკუმენტაციის თანხა თუ არის, საჭირო სერტიფიკატი და ეს დადგმად იცოდეთ სასაცილო ჭრას, მაგრამ ეს stackable, ანუ ეს იგულისხმება, რომ შეიძლება თუ არა, რომ ამას კონტეინერში ამ კონკრეტულ რაღაცას დაედგას თავისი რაღაც. ანუ პალეტების ერთმანეთზე დაწყობა შეიძლება თუ არა. პალეტების ერთმანეთზე დაწყობა შეიძლება თუ არა. კი ბატონო, აი ეს არის ფაქტობრივად, ანუ რეალურად ისე იგი რომ გამოვიმეორდეთ ეგეთი სტრუქტურა გვაქვს ჩვენ, რომ ჯერ იქნება FCL ჩანაწერი, შემდეგ ხდება FCL ჩანაწერის დეტალში შესვლა FCL booking order-ის დეტალებში და შემდეგ ხდება აი აქ უკვე კონტეინერის დამატება და შეიძლება იყოს ბევრი კონტეინერი ჩაიდოს ერთ FCL booking order-ში და ამით უკვე აეწყობა FCL booking order. ან თითოეული დეტალი არის თითოეული კონტეინერის ამსახველი მონაცემი. ზუსტად. და კონტეინერს კვეს ასევე იგულისხმება მთლიანი შეკვეთები, მანქანა იქნება ეს ვაგონი თუ საჰაერო გადაზიდვა. მე მგონი ისე უნდა ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ თითო კონტეინერი აღიწერება აქ და არა კონტეინერში შიგნით ტვირთი. ანუ ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს კონტეინერი და დაახლოებით ვამბობთ, რომ შიგნით რა ტვირთი არის, მაგრამ თუ კი ტვირთი შეიძლება ბევრნაირად ავწერო, იქ უკვე ბევრ ჩანაწერს არ აკეთებ. მაინც ჩვენ FCL-ის ქვემოთ ერთ ცალ კონტეინერს ერთი სტრიქონით ავწერთ და ეგ არის მე მგონი მნიშვნელოვანი, რომ გაიაზროს მომხმარებელს. ოკეი, მე მგონი ეს იყო სულ FCL-თან დაკავშირებით, დანარჩენი უკვე FCL-ის შემდეგ როგორ გაადის უკვე კონტეინერში, ამას ცალკე ვიდეოში ავსახავთ.